ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იასონ ჭუმბურიძე ტოლსტოის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნო. ნუკრი ჭუმბურიძის განცხადებით მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჭიათურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნებაა. ის რაც არის ქალაქის დამახასიათებელი ეს დაწესებულებაა თუ რამე სხვა ესეთი რომ დაუბრუნდეს ჭიათურას და ჭიათურა იყოს თვითმმართველი ქალაქი არა მარტო თქვა ქაღალდზე და კანონით, არამედ მისი შინაარსითაც. ჩვენ რამოდენიმე წლებია ბატონ უკრის ვიცნობთ, ხალხი ძალიან ენდობა და ნდობას უცხადებ და ნამდვილად ამართლებს ხალხის მოთხოვნებს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ტოლსტოის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა, მოსახლეობამ ყურადღება დაბინძურებულ წყალზე გაამახვილა და იასონ ჭუმბურიძეს პრობლემის მოგვარება სთხოვა. როგორც გაწმენდება წყალი არის დაღურებული და ვერ საერთოდ გამოიყენება ვერ საერთოდ ისე და იქით აზიანებს ვანას და ყველაფერს მიზნად შორჯოს ისინი. მოსახლეობასთან შეხვედრა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე სკვერში გაიმართა. ეს არის ჩემი მშობლიური უბანი. და დავიწყე საარჩევნო კამპანია მოსახლეობასთან შეხვედრა უბნებზე, ჩემი მშობლიური უბნიდან. ძალიან კარგად მიცნობენ, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. არის პრობლემები, ზოგადი პრობლემები, პირადი პრობლემები და მე რაც შემიძლია, ჩემ ძალისხმევას არ ვაკლებ მათი პრობლემების გადაწყვეტას, როგორც პირადულს, ისე საზოგადოს. იასონ ჭუმბურიძე წინა საარჩევნო შეხვედრების გამართვას ქალაქის ყველა ქუჩის მცხოვრებლებთან გეგმავს.